მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ დამოუკიდებელ მედიაზე, რა როლი აქვს თავისუფალ მედიას და როგორ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას ცენზურის პირობებში და შემზღუდავი კანონების ფონზე. ამასთან დაკავშირებით და კიდევ არაერთ მიმდინარე აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი. გვერდება. ნათია, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა ინტერესისთვის რეგიონულ მედიასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ვერ გავექცევით იმ შემზღუდავ კანონებს და იმ ვითარებას, რომლის წინაშეც დღეს მედია იმყოფება, თუმცა მე მაინც მინდა ყურადღება გავამახვილოთ რეგიონულ მედიაზე, იმიტომ რომ ზოგადად მედიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რეგიონული მედიები, რომლებიც უკვე ყოველდღიურად ჩვენი ინფორმაციით უკვე კეტავენ ოფისებს, იხურებიან და ზოგადად შენგან გვინდა მოვისმინოთ რა ვითარება არის, როგორც ამ ალიანსის დირექტორი და მთელი ამ წლების განმავლობაში რეგიონულ მედიასთან კოორდინაციაში მყოფი პირი, რა ინფორმაცია გაქვს, როგორ შეაფასებთ დღევანდელ სიტუაციას, რა ვითარებაში იმყოფებიან რეგიონული მედიები ამჟამად. ყველა კანონი, ნინო, დამეთახები რაც შეიქმნა, შეიძლება ჩვენი აუდიტორიისთვის ვთქვათ, ესეც ალსახა არ იყოს, რომ პირველ რიგში ეხებოდა სწორედ რეგიონულ მედიას. რა თქმა უნდა, ეხებოდა მედიას, მაგრამ განსაკუთრებით ეხებოდა რეგიონულ მედიას და კიდევ უფრო განსაკუთრებით ეხებოდა რეგიონულ ტელევიზიებს. ეხლაც კი, ფაქტობრივად თვი არ გადის, რომ არ შევიდეს რაღაცა ტიპის ცვლილება, რომელიც შეუძლებელს ხდის ტელევიზიების განსაკუთრებით ფუნქციონირებას. სულ ბოლო ინიციატივაა და ალბათ უახლოეს ხანში მიიღებს ქართული ოცნება, როცა ეძლევა უფლება ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფოს, ვინც წარმოადგენს, რომ გამოითხოვოს ყველა კონფიდენციალობით დაცული საბანკო ინფორმაცია მაუწყებლის შესახებ. ეხლა რატო შეიძლება ეს ამას ხო ფუთავენ გამჭვირვალობის ნაწილით, ხო? ჩვენ პრობლემა რომ წარმოიდგინოთ დაახლოებით დასავლური გრანტების წილი რეგიონულ ტელევიზიებში იყო 10%-მდე, არ იყო მეტი. უბრალოდ ის კანონები, რაც არის მიღებული, ბოლოს მიღებული კანონით რეგიონულ ტელევიზიებს, ისე როგორც სხვა ტელევიზიებს და მაუწყებლებს, რადიოებსაც აეკრძალათ სოციალური რეკლამის გაყიდვა, იმის მიუხედავად, თქვათ, ყიდიან უცხოელზე თუ ყიდიან, თქვათ, ქართველზე, არ აქვს ამას მნიშვნელობა საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციაზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ აიღეს და ერთის სახეობა სერვისის უბრალოდ გააუქმეს. მაგრამ კარგი, თქვათ, ჩავთვალოთ, რომ იტყვის ვინმე, რომ რატო არ შეუძლიათ მაშინ იარსებონ რეკლამით. შეუძლებელია ბიზნესი ყიდულობდეს რამე ტიპის მომსახურებას მეორე ბიზნესისგან, თუ კი იცის, რომ შემოწმების ობიექტი შეიძლება გახდეს თავად. პირდაპირ წერია დღეს მოქმედ კანონში უკვე ეს ბოლო პერიოდებში ჩაწერეს, რომ ნებისმიერი ტიპის შესყიდვა, იმიტომ რომ თუ კი თქვათ, შენ ყიდი მომსახურებას საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე, როგორც აქამდე არ ხდენენ რეგიონული ტელევიზიები, მაგრამ ამის მიმართ უჩნდება ვინმეს კითხვა, შემოდის ანტიკორუფციული, თქვათ, იქ აუდიტის სამსახური სახელმწიფო, თითქოს რაღაცა კატასტროფულ დანაშაულს ჩადიოდა და შემდეგ ვინც შენგან ყიდულობს, აი მაგალითად რა ვიცი, ყიდულობს რომელიმე ადგილობრივი, რა ვიცი, მაღაზია. ადგილობრივი პატარა მაღაზია, რომელიც რომელიმე ქალაქში მუშაობს. მის მფლობელის შემოწმებას ახდენს, იმის უკან ხომ არ არის ვინმე უცხოელი. აი წარმოიდგინეთ უბრალოდ რა ტიპის კანონები აქვს მიღებული და რა თქმა უნდა ამ ფონზე არავინ არ ისურვებს, რომ რამე ტიპის მომსახურება შეიძინოს შენგან, იმიტომ რომ უკვე ხარ გარკვეულწილად. ერთადერთი რა თანხად შეიძლება მივიდეს რეგიონულ ტელევიზიებთან, ეს არის ისევ სახელმწიფოს ძალაუფლების მატარებელთა ნებართვით გაცემული თანხები. ალბათ გარკვეულ ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდეს. არის ეს შემთხვევების მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ რეგიონული მედიის არსებობა მნიშვნელოვანი არ აქვს მნიშვნელობა ის ვისგან ამ შემთხვევაში ადგილზე იღებს თუ არა ფულს, იმიტომ რომ საჭირო არის მათ ვერც ერთი სხვა მედია ვერ ჩაანაცვლებს, ამიტომ ძალიან გულშემატკივრებ თითოეულის გადარჩენას. მათ არაერთ გზის დაუმტკიცებიათ, რომ მათთვის ძალიან ძვირფასია საქართველოს დამოუკიდებლობა, ძალიან ძვირფასი არის ადგილობრივი განვითარება, ყველა მათგანს ეს დაუმტკიცებია არაერთ გზის, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გზებს ირჩევდნენ ყოველთვის რომ იარსებათ. დახურვის დონეზე პირველი არხი, ვინც
დაიხურა იყო ტელეკომპანია ბორჯომი. ტელეკომპანია ბორჯომი არ დაიხურა მაინც ფინანსური ამბების გამო. ტელეკომპანია ბორჯომი დაიხურა პირველი კანონის გამო, რომელსაც ჩვენ რუსულ კანონს ვეძახით და ქართული ოცნება ეძახის გამჭვირვალობის კანონს, იმიტომ რომ აქ უბრალოდ თქვეს თანამშრომლებმა, რომ იმ სახელით, რა სახელითაც ავალდებულებდა ეს კანონი, რომ მათ ფუნქციონირად, იმ სახელის ქვეშ უბრალოდ მუშაობას ვერ გააგრძელებდნენ. შემდეგ უკვე ფინანსური კრიზისის გამო გასაყიდად გამოვიდა რამდენიმე რეგიონული ტელევიზია, ისინი ცდილობენ უბრალოდ გაყიდვას არხის, მაგრამ რა თქმა უნდა, აქაც მყიდველი შეიძლება ისევ და ისევ იყოს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ძალები, იმიტომ რომ სხვას უბრალოდ საშუალებაც აღარ აქვს რაიმე ტიპის ტელევიზიის ფუნქციონირების, თქვათ და მისი მხარდაჭერის დაფინანსების, ამიტომ არ ვიცი რა ბედი ეწევა ძალიან ძლიერ არხებს რეგიონებში, რომლებიც გასაყიდად გამოვიდა. ბათუმში გვაქვს ცუდი მდგომარეობა, ქუთაისში პირველ დიდ ქალაქებს გაუჭიდეთ, მართალი რომ გითხრათ. თუმცა მაინც მგონია რომ ამ მედიებს იმდენი გადაუტანიათ სხვადასხვა დროს, ანუ ზოგიერთი კომუნისტების დროს არის დაფუძნებული იმისთვის, რომ რამე გაეკეთებინათ ადგილზე. კი, ზუსტად ეს მინდოდა, ნათია, მეკითხა, პარალელები რომ გავავლოთ, ჩვენ გვახსოვს არაერთი კრიზისი, არაერთი მძიმე ვითარება, როდესაც გარკვეული დავალიანებების გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ რეგიონული მედიები, თუმცა ეს ეტაპები გაიარეს. თუ გახსენდება მსგავსი შეზღუდვები, აი ბოლო რამდენი ხანია ხო უკვე ამ სფეროში ხარ და ესეთი შეზღუდვები თუ გახსენდება რომელიმე პერიოდიდან, რა გზა გაიარა მედიამ აქამდე და როგორ გგონია აი ამ კრიზისის გაგრძელება რა იქნება? რამდენად შესწევთ დღეს ზალა ამ მედიებს, რომ გადალახონ ეს ბარიერიც? ესე იგი, სხვადასხვა დროში ქონდათ სხვადასხვა ტიპის პრობლემები და საერთოდ ეს პრობლემები არც უნდა შედარდეს ერთმანეთთან, იმიტომ რომ ყველა დროში ის პრობლემები, რაც ქონდა რეგიონულ მედიას, მართლა იყო ბრუტალური. თავის დროზე, როცა ფუძნდებოდა ზოგიერთი მათგანი კომუნისტების დროს, მასაც მოსწრებია ჩვენი წევრი ტელეკომპანიები, მოსწრებია კი არა და სპეციალურად მაგ დროს დაფუძნდნენ, იმიტომ რომ რამე მოეყოლათ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ, მათ ჰქონდათ მაშინ ეგზისტენციალური საფრთხე, ისინი მიდიოდნენ რისკზე, ცხადია, იმიტომ ფუძნდებოდნენ, რომ რაღაცა ესეთი, როგორც მაშინ იყო ესეთი არალეგალური გაზეთების დაბეჭდა, დაახლოებით ისე არალეგალურ სიხშირეებზე გადაიცემოდნენ თავიდან, ან ზოგიერთს კაბელი გაყავდა და პირველი კაბელური არხები იყო და მერე გაჩნდნენ როგორც სიხშირულები სხვათა შორის. და მაშინ ძალიან დიდ რისკზე მიდიოდა ეს ხალხი, ამიტომ მათ ტრადიციულად მოსდევთ ეს რისკი პრინციპში. შემდეგ უკვე ქონდათ, გამსახურდიას დროს ვერც ვერაფერი არ მოასწრო იმ ადამიანს და არ ვიცი რას იზამდა მერე რომ დაცლოდა ხელისუფლებაში ყოფნა, მაგრამ ისე მოკლე დროში მოუღეს ბოლო ამ პირველ დამოუკიდებელ ხელისუფალს, რომ სწორედ ამის პერიოდში შეიძლება ვერ გავიხსენოთ ვერაფერი რეგიონულ ტელევიზიებთან დაკავშირებით. არ იყო არაფერი პრობლემა. ედვარდ შევარდნაძის დროს იყო უფრო, თქვათ, პერიოდი, როცა მათ, ძალიან ისეთი პრობლემები შეიძლება შეხვედროდათ, როგორც კრიმინალთან იყო ძირითადად დაკავშირებული და ასე შემდეგ, სხვადასხვა ტიპის პრობლემებს აწყდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილის დროს ჰქონდათ პერიოდები, როცა მაგალითად მეპატრონებს უკლავდნენ, ჰქონდათ ეგეთი პერიოდიც. ან ართმევდნენ წილებს, ესეთი ისტორიები მათ ჰქონდათ, მაგრამ მაშინ ესეთი ტიპის ზეწოლაც იყო ძალიან ხილული. ანუ ყველა ვინც კი ხედავდა რა მდგომარეობაში ვარდებოდა რეგიონული მედია, მათთვისაც იყო ცხადი, რომ ამ მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა. ეხლა ყველაზე პრობლემური ის არის, რომ საზოგადოებას გაუდღაბნეს სურათი და ვისთვისაც მუშაობს ეს არხები, იმ ადამიანებს არ ესმით, რა ტიპის პრობლემები აქვს, როგორ შეიძლება, რომ აი ეს კანონმა რამე ტიპის ესეთი ეგზისტენციალური საფრთხე შეგიქმნას და როცა ეუბნები, აი როგორ, რა უნდა გააკეთოს ამ არხებმა, საიდან უნდა იარსებონ. ამაზე პასუხი არ არის, არც მათ არ აქვს, მაგრამ არც უნდათ რომ როგორ ჩანს რომ გქონდეთ, ესე გონიათ რომ ჰაერიდან მოდის, ვთქვათ, ყველაფერი, რასაც ეს არხები წლების განმავლობაში აკეთებდნენ და როცა ვლაპარაკობთ რომ უკვე მედიაში მუშაობა გახდა შემოსავლების გარეშე აბსოლუტურად ენთუზიაზმზე დაფუძნებული და ყველა ვინც კი ახლა არის დასაქმებული მედიაში არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხის ქვეშ ეს რა თქმა უნდა არის კიდევ სხვა ტიპის ბრუტალური თქვათ გამოწვევა რომელიც ახლა უდგას მედიას და მათ შორის და განსაკუთრებით უდგას რეგიონულ მედიას რატომ ამბობ რომ განსაკუთრებით უდგას ხო ეხლა ხანს გამოაქვეყნა სხვათა შორის კარგია რომ საგადასახადო სამსახურები ამ ინფორმაციას არ მალავს გამოაქვეყნა მოთხოვნის შედეგად რა ტიპის დავალიანებები აქვს ნაციონალურმა უწყებლად
იმედის და კიდევ ტელეკომპანია იმედის და თუ არ ვცდები GDS-ის დავალიანება იყო, პოსტივის არ ქონდა სხვათა შორის დავალიანება, დაახლოებით 30-40 მილიონამდე ადის ეს დავალიანება. მანამდე ეპატია გახსოვთ თქვენ საზოგადოებრივმა უწყება სპეციალური აქტით და ასევე არ არის დამალული რომ მთავარ არხსაც ქონდა რამდენიმე მილიონი დავალიანება, ვიდრე ის გაუქმდებოდა, ხო, სახელმწიფოს მიმართ. აი წარმოუდგენელი ამბავია ეს, ანუ შეუძლებელია იმ გადასახადო სისტემაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, რომ რამე ტიპის დავალიანება დააგროვო ვინმეს, თქვათ, ინდულგენციის გარეშე. და ესეც აჩვენებს, რომ თუ არ ხარ დამოუკიდებელი არხი, თუ არ ხარ დამოუკიდებელი მედია და ხარ პოლიტიკურად აფილირებული, გაცილებით უფრო მეტი დაცულობა გაქვს, ცხადია, ვიდრე იმ მედიას, რომელსაც ყველაფერი აუკრძალეს, გაყიდვა აუკრძალეს სერვისების, ანუ არ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ რაღაცა გრანტების საკრძალოები იყოს. ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა და ესეც უსამართლობაა, ცხადია. არ უნდა გქონდეს ესეთი ტიპის საკრძალო არავის. იმიტომ რომ გრანტი არის საჩუქარი და საჩუქრის მიღებას არავის არ უნდა უკრძალავდეთ, ცხადია, მაგრამ ამის გარდა ვთქვათ, კიდევ ვლაპარაკობთ, რომ ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული სერვისების გაყიდვა აუგზავნეს. მანამდე აუგზავნეს დრო, შეამცირეს სარეკლამო დროები, შეამცირეს რეკლამის სახეობები, წამლები არ დაარეკლამოთ, სასმელი არ დაარეკლამოთ, იქ რაღაცა იარაღი არ დაარეკლამოთ, თამაში არ დაამაყროთ. ყველგან არის ეს რეკლამები, მაგრამ ამათ არ შეუძლიათ რომ გაყიდან. წარმოვიდგინოთ, აი რამდენიმე თვე, მაგალითად თუ ასე გაგრძელდა. როგორ ფიქრობთ და მაყურებელსაც რომ ავუხსნათ, რას აკეთებს რეგიონული მედია მოქალაქეთა უფლებების დარღვევისას და როდესაც ეს მხარდაჭერა აღარ იქნება, რა სურათს მივიღებთ ქვეყანაში და მათ შორის რეგიონებში. თუ ხედავთ ჩვენ ადამიანები ალბათ უფრო იმაში გამოყვებიან და დაგვეთანხმებიან, რომ ყველაზე ნაკლებად მიმდინარეობს დისკუსიები იმ პრობლემებზე, რომელიც მათ უშუალოდ აწუხებთ. ესეთი თემები განდევნილია ესედაც ველიდან. ანუ არავის არ აინტერესებს ადგილზე ადამიანს რა ყოფითი პრობლემები გააჩნია. ერთადერთი ვინც ყავდა ამას მოდარაჯე, რომ ისულიყო, ეთქვა, გაეშუქებინა, გადაეღო, იყო და არის ჯერჯერობით, სწორედ რეგიონული მედია, იქნება ეს ონლაინური საშუალებები, იქნება ეს ტელევიზიები. მე ვიცი ბოლო პერიოდში ერთი, აი, რა ვიცი, ათობით შემთხვევა, როცა ადგილობრივ მედიებს უკავშირდებოდნენ ადგილზე მაცხოვრებლები ადამიანები და თხოვდნენ დახმარებას, რომ ისულიყო ვინმე და გადაეღო რა უჭირდათ და მედიები მათთან ვეღარ მიდიოდნენ. ფიზიკურად აღარ ქონდათ საწვავის ფული, ტრანსპორტის ფული არ ქონდათ, რომ ისულიყვნენ და რამე გაეკეთებინათ. ანუ გაჭირვებას ეს კიდე უფრო მეტად გააღრმავებს. ყველა ხედავს რამხელა დაცილება უკვე, თქვა ფინანსების მქონე ელიტასა და რიგით ადამიანებს შორის, ხო? ეს დაცილება, თქვა, ის გაღარიბება კიდე უფრო გააღრმავდება და ვიღაცის გამდიდრება კიდე უფრო მეტი იქნება, ან უსამართლობა იქნება უფრო მეტი და ყოფითი პრობლემა იქნება კიდე უფრო მეტი, თორემ ის რეგიონული მედიები, იქ დასაქმებული ადამიანები მოძებნიან სხვა სამსახურს, არ არის მათთვის ეს მათ იმდენი უნარი აქვს, მათ უსწავლიათ კრიზისებში მუშაობა და მათთვის შეიძლება იმდენად არ იყოს პრობლემა, რამდენადაც მათი მეზობლებისთვის, მათი მეგობრებისთვის, მათი თანამოქალაქეებისთვის და თანასოფლელებისთვის და ეს არის მთავარი პრობლემა, რისი დაძლევა ჩვენ გვინდა. მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის ზოგადად არის ცუდი რეგიონული განვითარება, ხო? ჩვენ ხედავთ რამხელა ესეთია დიდი დაცილება დიდ ქალაქებსა და სოფლებს შორის, რამხელა დაცილება დედაქალაქებსა და რეგიონს შორის და ეს დაცილება გაღრმავდება ასეთი ტიპის სურათით და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რასაც მოიტანს საბოლოო. ჩვენ ხედავთ, რომ აი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში იყო ესე მასიური დეზინფორმაცია და გარკვეული ნაწილი მოსახლეობის ამბობდა, რომ რის გეშინიათ თუ მართლა გამჭვირვალობის რატომ გეშინიათ, თუ მართლა დასაფარი არაფერი გაქვთ და ზოგადად შეფუთეს ეს ყველაფერი, რომ თითქოს მხოლოდ გამჭვირვალობა იყოს პრობლემა. აი ახლა ფარა, რომლის დარეგისტრირების პერიოდი 9 ივნის იწურება, უკვე გარკვეულწილად იწყება ის ეტაპები, ძალიან ცუდი მოლოდინი, რაც არსებობს საზოგადოებაში, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორში და დარჩება ფაქტიურად აი მედიის შეზღუდვის ფონზეც მოსახლეობა დეზინფორმაციის პირისპირ. ამ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რაში მდგომარეობს ეს ფარა, არის თუ არა ნამდვილად ეს ამერიკული და გარკვეულწილად იქ საერთოდ სხვა ინტერესებზე არის მორგებული და აქ თითქოს მოსახლეობას აჯერებენ, რომ თითქოს ეს არის მხოლოდ გამჭვირვალობის დასტური ორგანიზაციები.
მედიებისთვის. ერთ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ როგორც დაწერეს ფარა ქართული, ის არ არის მაინც და მედიაზე და მედია გამონაკლისებშიც კი წერია იქ. სხვათა შორის, ანუ წერია, რომ მედიას ეს არ ეხება. ესე წერია, უბრალოდ თუ უნდა შეეხება. პირველ რიგში, ვისაც ის ეხება, არის ჩვეულებრივ რიგითი ადამიანები, ანუ ნებისმიერ ადამიანზე თუ კი სახელმწიფოს დასჭირდება, ისე აქვს ქართულად დაწერილი, რომ გამოიკვლიან, თქვათ, ვინმე რამე დააბრალა, არ დააბრალა, ამას ვერც გაიგებ. ანუ პირველი რაც გაკეთდა ამ სისტემის შედეგად იყო, ახლა მარტივად შეუძლიათ ნახოთ, ესე იგი ანონიმური დასმენების ელექტრონული სისტემა. ზოგადად ქართული როცა ლაპარაკობენ ქართულ ტრადიციებზე, ქართულ მენტალიტეტზე, საქართველოს ისტორიაზე, აბსოლუტურად შეუთავსებელ ამბავზე ვსაუბრობთ, რომ ელექტრონული სისტემა შეიქმნა ქვეყანაში ანონიმური დასმენების. კატასტროფაა ეს, რომელიც ის ვერც კი გაიგებ, ვინმე დაგასმინა თუ არა, ისე შეუძლიათ, რომ უბრალოდ ვინც კი დააინტერესებთ, ვისი გაფუჭებაც მოუნდებათ, მოჰკიდონ ხელი და გაუყენონ 5 წლიან გზას მინიმუმ. სისხლის სამართლებრივ და დიდხანს ვერ დაამტკიცებს, თქვა, თავის რაღაცა ტიპის სიმართლეს, ხო? რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს ამერიკული ну, პირდაპირ სამართლებრივად რო ვთქვათ, რამდენიმე მუხლი სპეციალურად არ არის საერთოდ გადმოთარგმნილი. მაგალითად, ისეთი ეს დაახლოებით რო წარმოედგინოთ, რომ მაგალითად არსებობს კანონმდებლობა ცხოველთა კასტრაციის შესახებ, იმიტომ რომ არსებობს ეგეთი კანონები და იქ წერია, რომ კასტრაცია როგორ განახორციელო. და კიდევ რა თქმა უნდა, თავში არის ერთი პუნქტი იმის შესახებ, რომ ეს კანონი არის ცხოველებზე. აი ეგ მუხლია ამოღებული მარტივად რომ გითხრათ. ვის ეხება ეს კანონი სპეციალურად, იმიტომ რომ კასტრირება ყველასი გააკეთონ. დაახლოებით შემიძლია ესე ავუხსნა, რატომ არ არის ეს ამერიკული კანონი და თუ ნახავენ საერთოდ რამდენი ორგანიზაცია რეგისტრირებული ვის ეხება ფარა, მიხვდებიან რომ საერთოდ არ უნდა ეწეროს იმ სახით კანონი, რა სახითაც არის დაწერილი საქართველოში და კი ბატონო. და და გამოიყენებენ, ხო, ვიღაცებზე გამოიყენებენ ყველას, ახლა სულ აქვს პასუხები, რომ ყველას ხო ვერ დაიჭერენ, ყველას რა თქმა უნდა ვერ დაიჭერენ, მაგრამ როცა ჩვენ ლაპარაკობთ, რომ საფრთხე დიდია, ჩვენ საფრთხეზე ლაპარაკობთ სწორედ იმიტომ, რომ შეიძლება იყოს შერჩევითი. და თუ კი ადამიანს არ ედარდება სხვისი ჭირი და მე რა თუ ვინმე დაისჭება უსამართლოდ, მას ძალიან ცუდი მომავალი ელოდება, მე შემიძლია ეს თქვა, მე ის ჯერა არის, რომ ყველა ადამიანი მიიღებს თავისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. რამდენად ედარდება ან არ ედარდება სხვისი ჭირი. და ეს იქნება აუცილებლად ჭირი. ეს ჩვენ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? ეს არც ბოლო პერიოდში რომელი კანონი ყოფილა მიღებული დადებითი. ანუ რომელი კანონი მიუღია ქართულ ოცნებას არარეპრესიული. აი დადებითი კანონი, რომელი მიუღია ყველაფერი დაჭერაზე, ჯარიმის გაზრდაზე, ხალხის გაუბედურებაზე, ამან რა უნდა მოგიგვაროს? კი, ყველაფერი მიმართული ხო მომდინარეობს რუსული სცენარის მიხედვით და უკვე ეჭერავის ეპარება რომ გეგმის განმახორციელებლები და დამკვეთები ასე რომ ვთქვათ მომდინარეობს რა თქმა უნდა რუსეთიდან და აი ამ ვითარებაში ნათია ბოლოსკე რომ შევაჯამოთ რა როლი ეკისრება ისევ და ისევ სამოქალაქო აქტივიზმს მედიას რა როლი აქვს აი ამ ვითარებაში ბრძოლას და არ შეგუებას ასე რომ ვთქვათ ზოგადად როლი ყოველთვის ყველა დროში რომ სამოქალაქო მოქალაქეს და ჟურნალისტს აქვს ერთ და იგივე ეს არის რომ მას პირველ რიგში არ ქონდეს თავისი ინტერესი, არამედ მართლა ქონდეს საზოგადოების ინტერესი, ანუ საზოგადოების ინტერესებისთვის მოქმედებდეს და მისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოქმედებდეს. უბრალოდ ამას ეხლა მნიშვნელობა აქვს გაზრდილი, რომ ეს ბევრმა შეინარჩუნოს ეს როლი და ბევრმა გაბედოს, ანუ გაბედულება ერთგულება, პირველ რიგში ქვეყნის ერთგულება, რის წინააღმდეგ სამსახურსაც აბრალებენ, ხო ეს კიდევ ცალკე ტრაგიზმი არის ზოგადად, იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი, თორე როლი, რა თქმა უნდა, არავის არ შეცვლია. ის როლი აქვს, რაც მანამდე ქონდა. პირიქით, ამ სიტუაციამ გარკვეულწილად ზოგიერთები გაიყვანა როლიდან და რაღაცნაირად დაბრუნება სჭირდება როლებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც სჭირდება თავისი როლის დაბრუნება. ამან არ იმუშავა ჟურნალისტიკისთვის კარგად. ამიტომ სამოქალაქო აქტივიზმი ეს აქტივიზმიც გახადეს რაღაცნაირად ყველაფერი შემოაბრუნოს, ყველაფერი გადღავნეს თითქოს სალანძღავს სიტყვას და ამ დროს რაზე სიტყვაც გეუბნება რომ აქტიურობს ადამიანი სამოქალაქო მიზნებიდან გამომდინარე, თავისთვის კი არა, იმისთვის რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალო. და მართლა არის ესეთი, მე ამ მოქალაქეებში რაღაცა ორი ჯგუფი. ერთი, რომელიც მართლა სადღაც სუიძახის
ამ სხვებზე რომ საით მიაქანებენ ქვეყანას და მეორე რომელიც მიაქანებს და ეს არის სწორედ ეს გამწევი ძალა, რომელიც ყოფილა ყველა დროში, იქნება ამ დროშიც. არ არის იული დრო, მაგრამ არის დრო, რომელიც აუცილებლად დასრულდება იმ შედეგით, რომ ყველა მიიღებს დამსახურების მიხედვით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვა, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დღეს, ვიდრე თქვათ რაღაც ესე ორგანიზაციების სადაც მოანგრიეს. ახლა მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალური გადაწყვეტები. ძალიან დიდი მადლობა ნათია, ვფიქრობ, რომ აი მიმდინარე პროცესი არ შეაშინებს მართლაც ამ მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებელი მედიის გადარჩენისთვის, დემოკრატიის გადარჩენისთვის ქვეყანაში და მივიღებთ იმ შედეგს, რაც აუცილებელი არის მომავლისთვის. გემშვიდობებით ჩვენი სტუმარი იყო რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი. ნახვამდის.